რამდენიმე ფაქტორი არის, რის გამოც ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამჯერად სპეცრაზმით მოქალაქეების დაშლა დარბევა არ გაამართლებს. ერთ-ერთი არის ის, რომ ქართულ ოცნებაში წითლიცის მტკიცებით ახლა მიდის რღვევა. ამას ხედავს თავად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ არ აქვთ мотивация იმის, რომ ქართული ოცნების მსახურებაში იყვნენ და ისინი ხელს შეიძლება აღარ აღმართონ მოქალაქეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, წითლიცის ინფორმაცია დავალება მისცეს ასევე კუპატაძეს, რომ მოაბილიზოს თავისი თანამშრომლები, თუმცა ამაზე უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს კუპატაძე, ამას მოგვიანებით ვნახავთ. გარდა ამისა, წითლიძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ არაერთხელ იხილა მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლა, არაერთი დაშავებული იყო ბოლო პერიოდში აქციების დროს, როდესაც სპეცრაზმი დაუპირისპირა მშვიდობიან პროტესტს ივანიშვილის გუნდმა. ახლა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ სასურველ საწადელს 4 ოქტომბერს მიაღწევენ და თან მათ იცავთ და მათ უფლებებს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მათ აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. თეიმურაზ კუპატაძეს და დაცვის პოლიციას კონკრეტული რაოდენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანას თხოვენ. ჩვენი ინფორმაციების თანახმად მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამ ყველაფერში მონაწილეობა, იმიტომ რომ მათ იციან ძალიან კარგად, რომ იქ სადაც ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს მიადგნენ და იმათ ამზადებენ დასაჭერად და იქ სადაც რიჟოძე თვითკვლელობამდე მიიყვანეს, თითოეული მათგანი შეიძლება იყოს შემდეგი. ამიტომ მას მოთხოვეს, რომ კონკრეტული რაოდენობა დაცვის პოლიციელების გამოიყვანა იმ დღეს, თუ მათ დასჭირდებოდათ, ეს ფაქტის მიუთითებს უკვე იმას, რომ მათ არ აქვთ იმ რაოდენობა ადამიანების იმედი, რა რაოდენობა წყავთ გდდ-ში და ბატონ კუპატაძეს მოთხოვეს, რომ თუ კონკრეტული რაოდენობა არ იქნება გამოყვანილი, მაშინ მის წინააღმდეგ ამოქმედებენ ეგრეთ წოდებულ შანტაჟის ენას. სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა. სულ რო უცხო პლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა. ათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იდგება ქუჩაში, ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი. მართალი ხალხის ძალასთან წააგებს ოლიგარქი და მას ვერავინ ვერ დაეხმარება. ეს ფრაზა აღმოჩნდა სწორედ მიუღებელი კახა კალაძისთვის, რომელიც დღეს დილით წითლიცის გაკეთებულ განცხადებას დილითვე გამოეხმაურა და ახლა ამტკიცებდა კალაძე კამერებთან, რომ 4 ოქტომბერს ერთადერთი გამარჯვებული იქნება ქართული ოცნება. ხილათ იყვნენ არ მოსრიალდი. ხილათ იყვნენ არ მოსრიალდი. 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. კალაძის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მათ მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნებთან და შემდეგ დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით მძაფრი აღქმები აქვთ, რადგან კახა კალაძე სწორედ გაღიზიანდა იმ ფრაზით, როდესაც წითლიძემ აღნიშნა, რომ ვერავინ დაეხმარება ივანიშვილის გუნდს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ვინც არ უნდა დაახმაროს, რადგან მშვიდობიანი ხალხის პროტესტი ყოველთვის იმარჯვებს.